მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში, მადლობას გიხდით გამოწერისთვის, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩვენი არხი YouTube-ზე და TikTok-ზე. ვისაც არ გაქვთ ჯერ კიდევ გამოწერილი, გამოიწერეთ, ვისაც გაინტერესებს ჩვენი კონტენტი. დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა არის M157 ძრავი 5.5 ბიturbo AMG შედევრი, რომლის კაპიტალურ რემონტსაც ვაკეთებთ ჩვენ. თქვენ წინაშეა ბლოკი, რომელიც უკვე დაგილძულია. ანუ ქართულად არის ალუსილის ცილინდრები, ანუ ალუმინის ცილინდრებია და ხშირად ხდება ამ ცილინდრების გაბერვა, ჩახაზვა და ბევრი პრობლემები აქვს, მოკლედ ამის პრობლემებზე რო არ ვისაუბროთ ცილინდრის კონკრეტულ პრობლემებზე, გადაგვყავს 2G-ის ჩუგუნის ცილინდრებზე. 8 ცილინდრი დაგილძულია. 8 ცილინდრზე გაკეთებულია ხონინგი, ისე როგორც ქარხანა მოითხოვს და დღეს უნდა შემოგთავაზოთ ამ ძრავის აწყობის ვიდეო. თან ვისაუბრებ დეტალებზე, რა მინუსები აქვს, რა პლუსები აქვს ამ ძრავებს და ეტაპობრივად თან გაჩვენებთ აწყობის პროცესს. ყოველ დეტალზე, სადაც მივალ აწყობის პროცესში, იმ დეტალებზე ვისაუბრებ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამ წუთას ბლოკია ჩვენ წინაშე. 8 ცილინდრი, როგორც გითხარით, დაგილძულია და პრობლემა რა ქონდა ამ ძრავს. ცილინდრებში იყო ზეთი, გასდიოდა კლაპნის სალნიკებს და წვეთავდა კლაპნებზე, ზეთი და ხვდებოდა ცილინდრში და ამასთანავე კოლიცოებიდან, ანუ გუშის კოლიცოებიდან ამოქონდა ზეთი ზემოთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე ცილინდრები გაბერილი იყო. თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გითხარით, რომ ყველაფერს აქვს. ალუსილის ცილინდრები კარგია იმით, რომ როცა ახალია და არ არის გაბერილი, იდეალურად მუშაობს და ზეთის წვა ნაკლები აქვს ძრავს, ვიდრე 2G-ის ცილინდრებზე. და 2G-ის ცილინდრის პრიორიტეტი და პლუსი არის ის, რომ ნაკლებად იხაზება. ანუ მეტალი არ რკინა და მდგუში ალუმინია, ქართულად ცილინდრიც ალუმინია. და ალუმინზე, როდესაც უზეთოდ მუშაობს და ხდება რაღაცა ისეთი შემთხვევები ძრავში, როცა უზეთოდ უზევს გუშს და ცილინდრს ერთმანეთთან ხახუნი, იხაზება ცილინდრები და პლუს ამას ამ ძრავებს ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს დეტონაციისკენ. ეს დეტონაცია გამოწვეულია ბევრი მიზეზით. ეს მიზეზები არის საქართველოში, როდესაც მანქანა ფუჭდება, მაშინ ხდება მანქანის გაკეთება და არა როცა უწერია სერვისები. მაგალითად, აალების სანთლების შეცვლა. ყოველ 30-40000 კილომეტრში ერთხელ უნდა შეიცვალოს აალების სანთლები. მინახია მანქანები, რომელზეც 200,000 კილომეტრია გავლილი და საერთოდ არ არის შეცვლილი აალების სანთლები, იმიტომ რომ მუშაობს რა თქმა უნდა შეცვლა. აი ეგეთი მიდგომით აფუჭებენ ძრავებს, მოკლედ რა. ამ ძრავს კონკრეტულად ქონდა მე-7 და მე-13 ცილინდრზე დეტონაცია, იმიტომ რომ უხლალილი კალენვალი, ვინც ერკვევა, ეხა მიხვდება, რამდენზე მაქვს საუბარი. გაღუნული იყო 0.1 მილიმეტრით. ეს 0.1 მილიმეტრია, ესე მარტივად რო ავხსნა, კლადიშსა და ღერძს შორის დაშორება არის დაახლოებით 0.5 მიასედი, 0.6 მიასედი მილიმეტრი. და ანუ 1 მილიმეტრი უკვე იმხელა რაღაცას ნიშნავს, რომ ღერძი თავისუფლად არ ტრიალებს. ზოგადად ღერძი მუშაობს, ესე რომ ვთქვათ, ზეთის ფენაზე, ანუ პლიონკაზე. ანუ კლადიში და ღერძი ერთმანეთს არ ეხება. ანუ მეტალი მეტალს არ ეხება ძრავის მუშაობის დროს. რაღაც ფენა იქმნება მიკრონების, ზეთის ფენა, სისქე მიკრონები, რაზეც სრიალებს ღერძი. კლადიში არის ზედაფენა დაფარულია ალუმინით, ნაწერთობი ალუმინია და თვითონ ღერძის მეტალი არის ნაწერთობი რკინა, ფოლადი. შენარევი აქვს, ძალიან ბევრი შენარევი აქვს 2G-ის და ეს მეტალები ერთმანეთს არ უნდა შეეხოს. თუ ეს მეტალები ერთმანეთს ეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ ან დაზეთვა არ ხდება სწორად, ან გაღუნულია რაღაც. ანუ ზომებში არ ზის. მეტალის მეტალზე შეხების დროს ხდება უკვე ეგრეთ წოდებული სტუკი. ანუ ხახუნის დროს ცხელდება ეს მეტალები, კლადიში როგორც გითხარით. რბილი მასალაა, ცხელდება, დნება და ანუ აყოლიება ხდება ღერძიდან კლადიშის საყოლიება ხდება და მე ბლოკსაც აფუჭებს. ბლოკი მთლიანად ალუმინია. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ღერძის მორგებაზე. ღერძი გასწორებულია, გაპრიალებულია, ანუ პალირუკა გაკეთებულია, გასწორებულია იდეალურად 0 ჟიზის და მე ხა ჩავაყენებ
კლადიშები გვაქვს ორიგინალი ცენტრის. ანუ ყველა დეტალი რაც ამანქანაზე დგება და ამ ძრავზე დგება, ყველა დეტალი არის ახალი ორიგინალი ცენტრის. არავითარი aftermarket-ი. ეს შემზეთები ეს არის დეტალები, რომლებიც უშუალოდ გუშებში მიაწვდის ზეთს და ცილინდრის და გუშის შეზეთვას უზრუნველყოფს. ეს დეტალები არ მუშაობს 2 ატმოსფერომდე. ქართულად ძრავში, ანუ უქმე ბრუნზე, ხალასტოი ბრუნზე ზეთის წნევა ყველაზე ბევრი არის 1.3 ატმოსფერო. ანუ 2000 ბრუნამდე ზეთი რო სამუშაო ტემპერატურაზე მივა 90-100 გრადუსზე, სამუშაო ტემპერატურის დროს, სანამ 2000 ბრუნს ძრავი არ გადასდება, რეალურად ეს კლაპნები, ამას შიგნით კლაპნები აქვს და ეს კლაპნები ფიზიკურად არ იხსნება, რომ აი ამ სადენებში წამოვიდეს ზეთი და შეიზეთოს გუშები და ცილინდრები რა. ერთ-ერთი მიზეზი კიდე ეს არის ძრავის შახაზვის. ნუ ეს პრობლემა 4 და 7-ს უფრო მეტად აქვს, ვიდრე 5 და 5-ს. ეს შემზეთები და ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული კარენოი. ყბები, რომელიც იჭერს კალენვალს, ანუ მუხლა ლილვს. კლადიშები, როგორც გითხარით, არის ახალი და ორიგინალი. ესე გამოიყურება ახალი და ორიგინალი. აი ესია. ეს არის ბლოკის მხარე ზედა კლადიშები. ქართულად რო ვისაუბროთ, საკისარი. ეს არის ქვედა კლადიში. ესეც ახალი და ორიგინალი. ეს კლადიშები ჯდება აი ამ ყბებში. ერთი ცალი განსხვავებული ბოლო, რომელშიც განიერია 24 მმ-იანია. კლადიში 24 და 6-ია და დანარჩენებში არის 20.8 მმ. ესე გამოიყურება ჩვენი ყბები. ესე იდეალურად სუფთად. ერთ-ერთი მთავარი პირობა ძრავის აწყობის არის სისუფთავე. აწყობის დროს. რამდენად სუფთად აიწყობა, რამდენად გარეცხილი და სუფთა იქნება ყველაფერი. კიდე გავიმეორებ, დეტალები, რომლებსაც ხმარობთ, არის ახალი და ორიგინალი, არანაირი ჩინური რეპლიკა და ასე შემდეგ. კიდე ერთი ნიუანსი ამ ძრავებში. ყველა ბლოკს და ღერდს აქვს თავისი კოდი. ანუ ბლოკზე კოდი აწერია ციფრებით 1, 2 ან 3, რომელიც კლადიშის ფერს აღნიშნავს. და ფერი არის აგერ აქ, დატანილი ყვითელი ფერი. ანუ ამის დამატებითი კოდი არის 54. ბლოკზე აწერია კოდი და აწერია კიდე ღერდზე. კალენვალზე რა ფერის კლადიშები ჭირდება? აი ესენი. ქვედა კლადიშები. რა ფერი ჭირდება? ზედა კლადიშები. აი ეს ჭრილიანი კლადიშები რა. აუცილებლად საჭიროა იდეალური ზაზორი რო დაждდეს და ზეთის წნევის პრობლემა არ იყოს და კალენვალის დასტუკვის პრობლემა არ იყოს, ის კოდები უნდა იყოს გათვალისწინებული. რა კოდიც უწერია, იმ კოდის ფერებით უნდა დაყენდეს კლადიშები. ახლა ამ შემთხვევაში ქონდა ყველა ყვითელი, ყველა კლადიში, ზედაც და ქვედაც. აი. ყვითელი ფერიც აქვს და აწერია კიდევაც G, ანუ გერმანულად gelb არის ყვითელი.
ეს არის 24 მმ-იანი კლადიში, ესეც ყვითელია. ყვითელი ფერი აქვს აქ. რომელიც ხდება უკვე ბოლო მეხუთე ყბაზე. ეს ყბების დანომრილია. ცოტა ფოკუსის დაჭერა უჭირს კამერას. ეს Mercedes ნიშანი და კოდი. ჩავაყენოთ ახლა შემზეთები. აი ასე უნდა ჩადგეს. ჩავაყენეთ შემზეთები და ახლა დროა დავაყენოთ უკვე თვითონ ზედავ კლადიშები. კიდევ ერთხელ ვიძახი, სისუფთავე არის ყველაზე მთავარი. ეს ადგილები როგორც არ უნდა გარეცხილი იყოს, მაინც მტვერი და ჭურჭი ხვდება ამ ადგილებს და გაწმენდა ჭირდება. აი, ამებზე აწერია კოდები. რა კოდის კლადიში ჭირდება ბლოკს. ერთზე აწერია რა კოდის კლადიში ჭირდება ქვედა ყბებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ეს ორიგინალ შემთხვევაში არა ორიგინალს თუ ყიდულობთ, უეჭველი ძალიან აი შედარებით დიდი ზაზორით იქნება, არ გაიჭედება ღერძი, მაგრამ ზეთის ცნება დაბალი იქნება სისტემაში. ოთხი ერთნაირი კლადიში დგა სისქით და ბოლო მეხუთე არის განიერი. კიდევ ერთხელ ამოვწმენდავთ, შევზედავთ, ამოვარდავ კლადიში. ამოვწმენდავთ, მერე შევზეთავთ და ჩავაყენებთ უკვე ღერძს. ღერძზე უკვე გამზადებულია. შეგვიძლია პირდაპირ ავიღოთ და ჩავდოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი ღერძი. ახლა ესეც უნდა შევზეთოთ. ამებში უყენია კლადიშები, ანუ ყველა არის სხვადასხვა ზომა. ესეც კოდებზეა დამოკიდებული, ეს კოდი უკვე X-ებით არის აღნიშნული. რა სისქის ჭირდება, ზოგი არის 2.1 ზოგი არის 1.9 მმ. მოკლედ განსხვავებულია ესენიც რა. ეს იმისთვის არის, რომ ღერძმა წინ და უკან უნდა იაროს, მაგრამ დაშვებული ნორმით. მაგალითად 5 მიასედი მილიმეტრით, 6 მიასედი მილიმეტრით. მეტით არა. ეხლა შევზეთოთ ეს ყბები და დავიწყოთ დაყენება.
როგორც მეოთხე ყბაზე ქვემოთაყენია დაშორების რეგულატორები, ესე ზაზორსაც არეგულირებს ღერძის გრძივ ზაზორს, ისევე აყენია ზედა ყბაზე, მეოთხე ყბაზე. დავიწყოთ პირველ რიგში მეოთხეთი. წარწერა უნდა იყურებოდეს, აი როგორც ვდგავართ, ჩემგან უნდა იკითხებოდეს ყბების წარწერა. ბოლტები წინასწარ დაზეთილი მქონდა. M10 არის შიგნით, M9 არის გარეთ და M8 არის გვერდებში. მოკლედ, ეხლა ამ ბოლტებს მივიყვან დევალდით. გადაჭერით, ამით არ გადაუჭერთ. უბრალოდ მივიყვან ახლოს და ღერთ შევამოწმებ, როგორ ტრიალებს. კარგია. ზუსტად რო გავიგოთ როგორ ერგება ღერძი ბლოკს და კლავიშებს, აუცილებელია იდეალურად გადაჭერა ამ ყბების, რომ მივიდეთ იმ ზუსტ დაშორებამდე, რაც ქართულად არის. იმ ზომაწონაზე უნდა დაუჭიროთ, როგორც ჭირდება, როგორც წერია ლიტერატურაში. ეს პირველი. კიდევ ერთხელ შევზეთავთ. ეს უკვე დაზეთილია ეს კლავიში, მაგრამ კიდევ ერთხელ შევზეთავთ. ჩავაყენებთ. M10-ები შიგნით, M9-ები გარეთ. სუფთად და კარგად ტრიალებს. რიტაბოლტები დავაყენოთ და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. ახლა ეს ყველაფერი წინასწარ გაზომილი მაქვს. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში პრობლემა რო არ იყოს, ყველა ის რა ქვია, ყბის დაყენებაზე აუცილებელია გადამოწმება ტრიალი. ეს მეხუთე ყბა. ესეც ეგრეთ თანაბრად უნდა მივიდეს ბოლომდე. მესამე ყბა, არა, მეორეა.
მესამეც ჩავაყენოთ, გადაუჭიროთ ესე ლაითად. მერე უკვე დინამომეტრიული გულში დავუჭიროთ ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენზე დაეჭირება და რა თანმიმდევრობით. ყველაფერს აქვს თავის თანმიმდევრობა და თავისი ზომა-წონა. იდეალურად ტრიალებს. ახლა საჭიროა ყველა ბოლტი შევასუსტოთ. და უკვე დინამომეტრიულით დავიწყოთ დაჭერა. ახლა უკვე დინამომეტრიულით გადავუჭიროთ, ვიწყებთ 20 ნიუტონით. პირველ ეტაპი დავუჭირეთ, უნდა გადამოწმდეს რომ თავისუფლად ტრიალებს ღერძი, ახლა უკვე გარე ბოლტები. ახლა გარე ბოლტები უნდა დავუჭიროთ. კიდევ ერთხელ ვამოწმებთ. ახლა ისევ შიდა ბოლტების ჯერია, მერე გარეთებს გადავამოწმებთ და მერე ესენი. გვერდითა ბოლტები. ძალიან იდეალურად ტრიალებს. არსად არ იჭედება, რასაც ქვია იდეალურია. ახლა იდეაში ყველაფერი ზეთიანია და ეს უნდა შევფუთო. სანამ პორშინებს და შოტნებს გავამზადებ, რომ მტერი არ დაედოს. მანამდე აუცილებლად აი აქ რო ჩავაყენეთ გვერდითა საზორის კლადიშები, ესენი უნდა დავზეთოთ და შუებში რო გავზეთი ჩავასხი, ის მშალზე მუშაობს. რა ყველა ტრიალზე რამდენჯერაც დაადრელებ, ისიც გარეთ აქცევს და რჩება მშრალი და შეიძლება ისეთი შეგრძნება დატოვოს, რომ ღერძი იჭედება. არადა სინამდვილეში საერთოდ არ იჭედება. კარგი იქნება ყველას თუ დავზეთავთ ყველა მხარეს.
იდეალურია. მოკლედ აი ამ კონდიციამდე მოვედით. ავაწყეთ, ანუ პორშინები ჩავალაგე. ზეთის ნასოსი აყენია, წინა დაფა აყენია. ახლა გავაგზავნოთ დანარჩენი, ხა კარტერი უნდა დავაფაროთ. გალოკები მზად არის. და კარტერის შემდეგ დავაყენოთ უკვე გალოკებს. წაუვსი გერმეტიკი. ახლა უნდა დავაფაროთ კარტერი. აი ეს ზედაპირები უნდა იყოს იდეალურად სწორად. თორემ მერე პრობლემები იქნება. პირველი ეს დიდი ბოლტები უნდა დაეჭიროს, რომ ეს სიმეტრია დავიცვათ და მერე დანარჩენები. ეს რომ არ გავასწოროთ, მოხდება ეგეთი რაღაც. გადაცემათა კოლოფი დგება ამ ზედაპირზე. თუ ძრავის ბლოკის ზედაპირი და ზედაპირი ერთმანეთს არ დაემთხვევა, ამ შემთხვევაში კარბა გადადგება ცერად. და დაზიანდება კარბა, ჩვეულებრივ შარია მერე. ეს მნიშვნელოვანია რომ სწორად იყოს. Так, ახლა დავიწყოთ დანარჩენი პუნქტების ჩალაგება. კარტელს არ ჭირდება ძალიან ძლიერი გადაჭერა. ოდნავ უნდა რომ დაფიქსირდეს რა. 15 ნიუტონი უწევია ისე კარტერის ვოლტებს რომ დაეჭიროს. 15 ნიუტონი ძალიან ცოტაა. დავაყენოთ ქვედა კარტერი. საკმაოდ პრობლემურია ეს სენსორები, რომელიც კარტერში აყენია, AMG-ს სხვა უყენია, არ AMG-ს აბსოლუტურად სხვანაირი უყენია. აი აქ აყენია ზეთის დონის და ტემპერატურის სენსორი, რომელიც პრობლემურია. ხშირად ფურცდება და საკმაოდ ძვირეყის. თუ არ ვხდები 1300 ან 1400 ლარების. სენსორი, რომელიც დონეს და ტემპერატურას ზომავს. მეტი არაფერს არ აკეთებს.
რთულად ეჭირება მოლტების დეტალები, ნაწილები, კარტერი რაც გაირეცხა. რეზერვში წყალი ჩადის ხოლმე და მარილებს იკეთებს. ამის გამო ცოტა რთულად ეჭირება. ეგარი. სენსორი გადავამოწმო. არ ქონია მოხსნილი, მაგრამ მაინც. ახლა ეს ზედაპირი უნდა გავწმუნდოთ. ჯერ ერთ მხარეს დავაყენებთ გალოგოს, მაგრამ მეორე მხარეს. Რაოდენიმე თემას მინდა შევეხო ამ ძრავთან დაკავშირებით. ამ ძრავებთან დაკავშირებით, უბრალოდ. ერთი სიტყვით. სიტუაცია არის შემდეგი. რა აქვს დადებითი და რა აქვს უარყოფითი მხარეები ამ ძრავებს რა. ბევრი დადებითი აქვს და ძალიან ბევრი უარყოფითი. ოღონდ ეს უარყოფითი გამომდინარეობს იქიდან, რომ რეალურად პრობლემა არის ხალხში და არა ძრავში. რომ რაღაცა უსასრულოდ ვერ იმუშავებს, ხო? რაღაცა პერიოდის მერე ის სერვისი ჭირდება, ფუძდება თავისი ექსპლუატაციის ვადაგასი და ასე შემდეგ. მინდა შევეხო ამის ზეთი სისტემას. იშვიათად ისტუკება ეს ძრავები, ხშირად არ ხდება ამ ძრავების დასტუკვა, რასაც სტუკი ქვია და გაჭედვა. და თავის ყველაფერს თავის მიზეზი აქვს დაშლის დროს ჩანს ხოლმე რა უნდაისტუკა. ერთი სიტყვით ნასოსი აქვს იდეალური. ანუ ზეთის ტუმბო, ზეთის ნასოსი აქვს ძალიან კარგი. წარმადობა დიდი აქვს. ზეთის რაოდენობას ბევრს ესე რომ ვთქვათ აკაჩავებს. ხშირად მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ კლავიშებს მართლა არ ცვლიან. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანას რომ 100.000 აქვს გავლილი, ან 150.000 ან 200.000 და ისწრავი და იშალა სერვისზე და ისევ ძველ კლავიშს აყენებ და ძველი კლავიშის იმედად იწყობა ძრავი, ესე იგი პრაქტიკაში გამოსცადეს, რომ მე არ გამომისდია, მაგრამ არც მინდა ჩავატარო ეგეთიც და ყოველ შემთხვევაში. ანუ რო არა ზეთის კარგი სისტემა, აუცილებლად პრობლემა იქნებოდა სტუკისკენ მიდრეკილი იქნებოდა. ასე რომ რეალურად ზეთში კარგები არიან ინჟინერები, ვინც დააპროექტა ეს ძრავი. რა აქვს პრობლემები? ეხლა ამ ძრავში კონკრეტულად ამ მანქანაზე პრობლემა იყო ის, რომ ცილინდრში იყო ზეთი, ცილინდრებში მას 100 თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად რამდენი აქვს გარბენი ამ მანქანას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ კონდიციაში იყო უკვე რომ დასაშლელი იყო რა. ხოლო მე რჩევას მოგცემთ, რომ ანტიფრიზი ჩაასხით კარგი. აი ზეგან კადრში თუ დაინახეთ, ძალიან შიგნით ახლა ბლოკში სულ ანტიფრიზის კვალია. ანუ ეს კვალი და ლაქები ნიშნავს იმას, რომ უხარისხო ანტიფრიზი იყო ჩასხმული რა თავის დროზე. ხო და ეგეც ერთ-ერთი ფაქტორია იმის, რომ ძრავი მწყობიდან გამოვიდეს დაშლის მომენტში წინა მხარეს, სადაც წყლის პომპა აყენია, თურქები აყენია, თურმის გაგრილების ყველაფერი გაუბედურებული იყო, ჩამპალი იყო და წყალი გასდიოდა ყველა მხრიდან. ეს ნაპრავლიერში უნდა დავაყენოთ.
კიდე ეგეთი ის არსებობს რა. გალონკის პრაგრატკებზე რო ღებავენ ხოლმე შეხებილებს საყენებენ რა. ნუ აუცილებელია როცა ძრავი იშლება, თვითონ ეს პრაგრატკები და გალონკის ბოლტებიც უნდა შეიცვალოს. ყველა ვარიანტში. შატუნის ბოლტებიც უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში. ესე გამოიყურება ახალი და ორიგინალი პრაგრატკა. ეს მარცხენა თავაკი, რომელიც უკვე გამზადებულია, ანუ ყველა კლაპანი მოიხეხა, გამშვიდ კლაპანებს მოუწია შეცვლა, რომელი პრობლემაც არის ამ წავების. კლაპანის ანიგები შეიცვალა, გაშლის მოკდა. დაიწყება რას ვიძახდი. აი. ეხლა ეს კიდე ამოსუფთავებულია ჩუტკით თემით რა. ეს არის პრობლემა ანტიფრიზის გამო. ამიტომ ეცადეთ რომ კარგი ანტიფრიზი ჩაასხათ. ეხლა ის დროა რომ ბოლტები დავაყენოთ. ანუ ჯამში გვაქვს 20 ბოლტი, 10 ერთ მხარეს, 10 მეორე მხარეს. ხო, კიდე, ბევრჯერ მაქვს რა თქმა, მაგრამ მაინც კიდე ვიტყვი რა. ცეფები. ეს ცეფები დაახლოებით გადიან 100-დან 150,000 კილომეტრამდე. ეს ეგრეთ წოდებული შავი ცეფები. თეთრი ცეფები გადიან 100,000 კილომეტრამდე. ვანუსები იცით რომ ჩვენ ვარემონტებთ ვანუსებს და შეცვლას რეკომენდაციას არ უწევთ ხოლმე, თუმცა თვითონ გადაწყვიტა მომხმარებელმა რომ შეცვალოს, კი ბატონო, შეცვალოს. მოკლედ ახლა ბოლტები იქ არის, იმას ვიზავ რა დავზეთავ და შევუდგეთ გადაჭერას. აი ესე გამოიყურება ჩვენი ბოლტები. ალოქის, ახლა მე ასაწყობად შეცვალობ ხოლმე ლუკას როილს. ანუ სქელიზეთია და ნუ კარგია რა, ასაწყობად. არის სხვა უამრავი სექტებია, რომელსაც იყენებენ ძრავის ასაწყობად. ესეც საქმეში დასაზეთად ბოლტების რა და ყველაზე მეტად ეს მომწონს, ანუ ამას ვხმარობ მე. ეს მივიყვანეთ. გადაჭერა რა თქმა უნდა დინამოметრიული ключით მოხდება. ახლა ძრავს ხად მოვატრიალებ.
ესენი ეჭირება 20 ნიუტონით, მერე 40 ნიუტონით და მერე 3-ჯერ 90 გრადუსით. საშუალოდ 140, 130, 140 ნიუტონზე ეჭირება ნიუტონებში რომ გადავიყვანოთ ეს გალავკები. ისე ვდგავარ მე კომფორტულება ესე გალავკების დაჭერა და მირჩევნია ისე იგივე სტილში გავაგრძელო. გადავატრიალოთ ისევ. ამ პატარა ბოლტებს ძალიან არ უნდა დაჭერა. ახლა დრო მოვიდა. ჩავალაგოთ გიდროტალკაწელები და როკერები. ეს არის ამეროების გიდროტალკაწელი, რომელიც უნდა იყოს დაცლილი და დადიოდეს ესე. ეს ზოგი ამას არ შვება რა და დაშლა აწყობაში ნებისმიერ შემთხვევაში იგივე ადგილას იგივე დეტალი ვეღარ დაждდება. ამიტომ უნდა დაიცალოს აქ ესეთი წნევა მოქმედებს ამ დეტალზე და რო დაიქოქება ძრავი და შეივსება ზეთი ძრავი, ეს დეტალი რასპედოლსა და როკერს შორის შეავსებს სარიელ ადგილს ზეთის წნევის მეშვეობით.
სხვათა შორის რა ძრავებიც მაქვს დანაშლელი შიგნიდან ყველაზე კარგად ეს ძრავი გამოიყურებოდა მდგომარეობის მიხედვით. ეს არის როკერი. შეგეთ ეგრეზოლებული პაჩიონი საკისარი აქვს შეგეთ რა. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მინახავს დაზიანებული. კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. რამე პრობლემა ხო არ აქვს. ყველაფერი რიგზია. კარგად არის ყველაფერი. ეს არის ეგრეთ წოდებული ფეჩესკრანი, რომელიც ამ ძრავებზე 4 და 7-ზე და 5 და 5-ზე ხშირად ფუჭდება, რომელიც დგას აი აქ, მარცხენა მხარეს ბალოკაში. ფუჭდება, ტყდება, ლპება და იწყებს წყლის გაფარებას. ამ დეტალსაც, რა თქმა უნდა, ახალს ვაყენებთ. მოკლედ ახლა დავიწყებ დაზეთვას და გასფედოლები უნდა ჩავალაგო. ისევ ამზეც ვიყენებ, როგორც გითხარით. ბევრი არ ჭირდება, რადგან ძალიან თხელ ფენაზე მოძრაობს ყველა დეტალი, სადაც ზეთი ხვდება ძრავში. ამ ფენის სისქე არის ხოლმე დაახლოებით 2-დან 5 მიასედ მილიმეტრამდე. ამიტომ ძალიან ბევრი ზეთი არ არის საჭირო. საკმარისია მინიმალური ოდენობა. ეს ერთი მხარე, ახლა მეორე მხარეს წავუსვამ. ამ როლიკებზეც უნდა დავიტანო ზეთი. რო ძრავი სანამ რო დავქუქავთ სანამ ზეთს ამოაკაჩავებს, მანამდე მშრალად არ მოუწიოს მეტყლებს ერთმანეთზე მუშაობა. სხვათა შორის ამ ძრავებს პრობლემა აქვს ხოლმე
მარცხენა გამშვები რასპედოლის, ანუ რასპედოლის კულაჩოკები ფუჭდება. ხარე რითიც აი ამ როკერებს ეხება და როკერის მეშვეობით ხდება კლაპნის გახსნა. ის მხარე რასპედოალზე ეგრეთ წოდებული მუხლი წვდება მეტალი და დროთა განმავლობაში იკიდებს ხმას. ახლა მას ასე ამოვსვავთ, რომ თანაბრად გადავანაწილო. ზედმეტი თუა მოვაცლი ზედმეტს. რასპედოალები მზად აგვაქვს, ფანუსები გაკეთებულია 4-ვე და კიდე ერთი ფაქტორი. აქეცაც იგივენაირად გადავანაწილოთ. იგივენაირად უნდა წაესვას კრიშკებზეც რა. ეს ჩვენი დამჭიმები. ეს გამოიყურება რასპედოალები. 4 ვანუსი გაკეთებულია. აი ამ ადგილებზე მაქვს საუბარი. აი ეს მუხლები წვდება რა. ხშირ შემთხვევაში ვიღოთ მარტო აი ამ რასპედოალზე. ეს არის მარცხენა გამშვები რასპედოალი. ჩავდოთ ეს ჯიგრები. ეკები გადავამოწმოთ ზის. ხა დამჭერებს დავაყენებ. ეს დამჭერები საჭიროა იმისთვის, სანამ კრიშკას დავაფარებ. ახლა რასპედოალები არის მაღლა ამოწეული რა, ეს კაბლები გაჩავს ზემოთ და ხომ თუ ჩაიძიოს და მარტივად მოხდეს კრიშკის დაყენება. მაგის გულისთვის არის ეს ყველაფერი. და ის უჩაწევა რასპედოალმა. კარგია აქეთ. მეორე მხარე. ამ ძრავებზე ეგრეთ წოდებული მეტკები დანიშნული არის ცეფზე და ვანუსებზე. ახალ თაობებზე უკვე აღარ არის. იქ უკვე აუცილებელია სპეციალური ხელსაწყოები, რითიც მეტკების ეგრეთ წოდებული მეტკების გასწორება ხდება. ახლა
დავაყენოთ ეს სამაგრები. ცოტა დატრიალება მოითხოვოთ რა. სულსად იმ ადგილას შეიძლება სადაც კლაპანს ხსნის და ზემოთ აგდებს რასპედალს. ჩარჯდა მეორე რასპედალიც. ხო, ახლა სანამ კრიშკებს დავაყენებთ, დამჭები მანამდე უნდა დავაყენოთ ყველა ვარიანტში. ახლა ისეთი სუსტად არის ეს მოშებულია ცეფი და იგით ამ მხარეს ერთი კვილი გადააგდო ცეფი. უკან უნდა დავატრიალო რა და ამიტომ ახლა აქეთ იგივე არ მოხდეს უკან დატრიალებაში. ჯერ დამჭიმს დავაყენებ, მერე იქით დავაყენებ დამჭიმს და კრიშკებს მერე დავაფარებ. მოკლედ ეს არის ორიგინალი ახალი დამჭიმი. გამოიყურება აი ასე. Ustad. ეს არის ორიგინალი და ახალი. რაც ცენტში იყიდება. ახლა ეს უნდა დავაყენოთ, ეს არის მარჯვენა მხარე. ამას დავაყენებ და მერე უნდა მარცხენა მხარეს გავასწორო ის. ცეფი რო გადაიწია.
აი ესე გამოიყურება იდეალური ცეფი. აი დამჭიმი არის სულ ოდნავ გამოსული გარეთ. აი სულ ოდნავ. აი ამას ვიღებ. ამ ადგილს ვიღებ პრიალა ადგილს. ამასაც არ ჭირდება ძალიან გადაჭერა. შენ ახლა უკვე აღარსად აღარ წავა. აქ უკეთესად. აი დაახლოებით 2-3 მმ-ია გამოსული დამჭიმი გარეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცეფი კარგია მეორე მხარესაც. ნუ ახლები აყენია, მაგრამ მაინც მე იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ იცოდეთ და აგიხსნათ. ეს თუ გამოსულია დაახლოებით სანტიმეტრით, ეს დამჭიმი ცხვირი თუ წინ წამოვიდა წინა მხარეს სანტიმეტრით დაახლოებით, ის ცეფი გადასაგდებია უკვე. მოკლედ კრიშკები მზად არის და სანამ დაყენებას დავიწყებთ, აი ეს რეზინები უნდა დავაყენოთ, რომელიც აღენია გამოკაში. ეს რეზინები არის აი ამ ადგილებში ჯდება, სადაც ეჟექტორები დგება და ხშირად ფუჭდება ხოლმე და ისიც მინახია, რომ მეორადი დაუყენებიათ ახლები აქ ცოტა იშვიათად იშოვება ხოლმე რა და მოკლედ ეს თუ არ აყენია ეს რეზინები ახალი აუცილებლად მე ზეთი გადადის ინჟექტორებში და ინჟექტორებიდან ჩადის ძრავში ზეთი. ამიტომ რვავე უნდა შეიცვლოს. რო გითხრათ რაღაც კატასტროფათან აღირს არ არის. მაგრამ აუცილებელია მეორადს რო აყენებ გამხმარია რა ნებისმიერ შემთხვევაში ზეცაც გააპარებს რა ყველა ვარიანტი. ორივე მხარეს დავაყენებ ახლა და შეგვიძლია ახლა დავაყენოთ გალობის ტრიშები. გადმოვიდით მეორე მხარეზე. დავაფაროთ მეორე მხარე.
კიდე რისი თქვა მინდოდა. ეს გალუპის კრიშკები. მაგალითად ვინმეს მოუნდა გაატყდა, გაიბზარა, ან რაღაცა ხდება ხოლმე ეგეთ რაღაცები და შეცვლა დასჭირდა ვინმეს. ცალკე ეს კრიშკა არ იცვლება. არ იცვლება და რატო? აუცილებლად დასტუხდება. იმიტომ რომ გალოკასთან ერთად არის გაჩარხული ეს კრიშკები. და ყველა გალოკას თავისი კრიშკა აქვს, მოკლედ ვთქვათ რა. და აქედან გამომდინარე რომ ყველა გალოკას თავისი კრიშკა აქვს, შესაბამისად რო შეიცვლება კრიშკა და დაყენდება სხვა, სრულიად შესაძლებელია რომ ან მალევე, ადრე თუ გინდა დაისტუგება უეჭველი კრიშკა რა, რასპედალსაც გააფუჭებს. უეჭველად. ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. სადაც ისეთ დეტალები აყენია, სადაც ესე რომ ზაზორი უნდა იდეალური იყოს ქართულად გათვლილი, რაც არის ისე რომ უნდა იყოს ყველგან დინამომეტრია გამოსაყენებელი. და ეს გალოკებიც, როგორც გალოკები ეჭირება მიმდევრობით, ისე ეჭირება ეს კრიშკებიც რა. ანუ იწყება შუიდან, შუა, გვერდები, ჯვარედინად. აგერ სვეჩები გავამზადე, წედასაქშენის პრაგლად გავამზადე, ეს ძველია, წავიდა ნაგავში. ამებს დავაყენებ. ვიწყოთ სვეჩების ჩაყენება. მანამდე საგლუშკა დავაყენე ახალი. აქედანაც საანიც ხოლმე ამძრავებმა ზეთის გაშვება. გავამზადოთ ნიუტონმეტრი. 24 ნიუტონი არის გადაჭერის ზომა წონა სვეჩების. შაიბამ გაჭედა, ახალმა ეგრე იცის ხოლმე. ძნელად მიდის შაიბა. Am ხარი მზად არის, საქშენს დავაყენებ. ეს საქშენი ამ ადგილას დგება.
ახალმა სუიგრეიცის ძნელად ჯდება. შემდეგი მხარის სვეჩები დავაყენოთ. დინამოტრული მომერა. სვეჩებიც მოვჭით. წინა დაფების დაყენების დრო მოვიდა. გერმეტიკი წავუსვი უკვე და გავიწყოთ ამის ჩაყენება. აქ ადრეს ვიდეოში და ეხლა ვიტყვი. აქ აყენი ალუმინის ბოლტები, რომელსაც არ ჭირდება ძალიან გადაჭერა. 5 ნიუტონ-მეტრია ამისი მაქსიმალური გადაჭერის თორქი. მეტი ფიზიკურად არ სჭირდება. სულ დავუჭერ. მეტი აღარ უნდა. დაჭდა იდეალურად. ახლა მეორე მხარე შევსვათ. ახაც იგივენაირად ოდნავ გადავუჭერთ და საკმარისია. ამ კლაპნების სალნიკები შევცვალეთ. ცოტა სველი იყო, რაზეთი გაზდიოდა ეთყოდა რა. ეხლა დავაყენებ წყლის პომპას. წყლის პომპის დაყენების ჩერი მოვიდა. როგორც გითხარით, ვიზუალურად ფერზე ეთყობა ალუმინის, რომ ფერი აქვს შეცვლილი. ეს ძალიან ბევრი გავასუფთავეთ. რავი, დანით, შკურკით, ბუბკა შკურკით და ჩოტკით და რითი აღარ ისეთ დღეში იყო გაუბედურებული იყო მარილისგან. უხარისხო ანტიფრიზის გამო. ხა ჩვენ ამას რა თქმა უნდა პომპას ვცვლით და არანაირი გერმეტიკი გავუსვავთ თავის ქარხულ ტრაგლატკაზე. აგერ ტრაგლატკა რომელიც შედგება ახალი
და პომპაც ახალი. Როგორც ახლა ეს პონტები. ჩაულებრივ ხილით შეიძლება დაეჭიროს ისე რომ არ ჩაუწყვიდოთ. ეს ახალი პომპა. ეს არის ზეთის ფილტრის корпуსი, სადაც აღენია ეგრეთ წოდებული აი ეს ზაგლუშკა, რომელიც ლუქავს ზეთის თერმოსტატს, ტემპერატურას მარეგულირებელს. ეხლა ეს უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ გაჟონილი ქონდა აქედან ზეთი. და პლუს უკანა მხარეს აქვს კიდე პრაგლატკა, ეგეც უნდა შევცვალოთ, როლინგი უკვე შევცვალეთ. როლინგი იყო ეს და საკმაოდ ხმა ქონდა. ეს რა მოვაგდოთ, უნდა გავტეხოთ. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ არ არის შენაცვლელი. არასოდეს. და თელი მუღამი ამისი არის ეს გავატრიალოთ და ეს მოდის მაღლა. გამოიყურება ეს. ესეთი რაღაცა. გვაქვს ახალი. ამას ჩავსვათ, დავატრიალებთ. ეგ არის. ჩაიგეტა. უკანა მხარეს უყენია. აი ეს პრაგლატკა. ეს გამხმარია. და ესეც ახალი დგება. ეს ახალი. ეს ორიგინალი. პრინციპში ყველაფერი ორიგინალი აყენია. ესე გამოიყურება. ახლა ვაყენებთ ამ корпуს, რომელიც აი აქ დგება. სხვათა შორის ამ корпуსის სალნიკი რო შეიცვალოს, აი ეს დიდი სალნიკი ზეგადაც გაჩვენეთ, უნდა მოიხსნას ტურბინის გაგრძელების ტრუბკები, რომელიც მოხსნის დროს ფუჭდება ყველა ვარიანტში. ანუ საკმაოდ რთულია ხოლმე ამ სალნიკის შეცვლა, რთული და ფინანსურად არის რთული უფრო მეტად, ვიდრე ფიზიკურად.
ესეც დადგა. ბარემ ახალი ფილტრი დავაყენოთ. კალენვალი შიგივე დასაყენებელი როლიკები ყველა შევცვალეთ, დამჭიმი დავაყენეთ, ტურბოებს დავაყენებთ. მოკლედ ნელა მივიწევთ წინ. მოკლედ ეს არის პრაგლატკები, ახლები, ეს ტურბინის, რაც უნდა გამოვიყენოთ ამ მანქანაზე. და ესენიც აუცილებლად ძრავი როცა კეთდება, ეს პრაგლატკები უნდა შეიცვალოს. თან აუცილებლად, იმიტომ რომ ძველი რომ მოხსნა და ნახო, აი თუ მაქვს გაჩვენებ, დაშლილია თავიდან ბოლომდე. ძველი პრაგლატკა. აი ესე, ნაწილ-ნაწილ იშლება და მწვარი გაუბედურებულია რა. ამას ორი ფენა აკლია კიდე. ეს ტურბო გასუფთავებული, გაწრიალებულია. შევსვათ. დავიწყოთ გადაჭერა. ბოლტებიც და გაიკებიც არის სპილენძით დაფარული. იმის გამო რომ აქ ტემპერატურის დიდი ცვლილებაა, თან ძალიან ცხელდება და რკინა-რკინაზე რო არ ესე რომ ვთქვათ შეწებდეს, შედუღდეს. სპილენძი მაღალ ტემპერატურაზე დგება და გარე ფენა არის მთლიანად სპილენძის ორივესი. ანუ დაფარულია სპილენძით. ამის გამო რომ მარტივი იყოს მოხსნა დაყენება და ყოველ შემთხვევაში რკინასთან შედარებით მარტივად მოხდეს. რკინა ნებისმიერ შემთხვევაში იწვება, იჟანგება, ზიანდება და ხშირად ხდება ხოლმე ჩაწყვეტა რკინის ბოლტების და გაიკების ესეთ ადგილებში. ამიტომ ჭკვიანური გათვლა. მოკლედ ეს ტურბო დავაყენე და ეხლა გადავალ ტურბოში. მეორე მხარეზე შაუფაიფს დავაყენებ, მაგრამ ეს ტურბო მალგებულია, დავუფაიფს ვარგებ ახლა და შემდეგ მეორე მხარეზე გადავალ, იქეთ დავაყენებ ტურბოს და დავუფაიფს მოვარგებ. რაც არ მომწონს კიდე ერთი ამ ძრავებში და ზოგადად 157-ში და 278-ში ეს არის ეს დაუნფაიფი საშინელება ძრავს ისე აფუჭებ ძრავს ისე აფუჭებ რომ ვერ იგებ ძალიან დიდი ტემპერატურას აგროვებს გაბონაბოლში და დიდ პრობლემებს ქმნის ძრავისთვის დეტონაციისგან მიდრეკილი ხდება ძრავი და ასე შემდეგ. ჩვენ პირობებში კიდე ხო საერთოდ. რეგულარზე და პრემიუმზე რო დადიან ზოგ-ზოგიერთი, ვინც არის ის რა. იმათვის საერთოდ მისწრება ეგეთი პრობლემური სისტემა. დაეჭირა. ეს უკვე კარგის ნიშანია. ეხლა ყველაზე გადაობა მომენტი. რაც არ მომწონს ხოლმე, მაგრამ მეტრანახევრიანი დამაგრძელებელი უნდა ავაწყო, რომ შიდა ბოლტი დავაყენო. ბილიარდის კი ავაწყე.
ეხლა დავაყენოთ კრონშტეინები. დაუნფაიფის უკანა ხარის დამჭერი. შეიძლება ცალი მხარე გალოგაზე, ცალი მხარე თვითონ ფაიფზე. ესენი არის თერმოდაცვა. რომ კუზაოზე არ გადავიდეს მაღალი ტემპერატურა. ესე გამოიყურება ეს ჯიგარი ამ მხრიდან. მოვიდა მეორე მხარის დრო. დავაყენოთ ეს სუფთა და ახალი პრაგლატკა. მოწოქის ბოლტები წავიდა. ექვსი რეზბა არის ორივე მხარეს რა, ანუ 6 იქით 6 ეგეთ. ან 11-იანი გაიკები აქვს და 7-იანი რეზბებია და 3 რეზბა წინ თვითონ კომპრესორთან აი მიჟარასთანაც არის ბოლტები. 8-იანი რეზბა და 12-იანი ბოლტები აქვს. ყველა დიდაწოლა აქ აქვს რა. ტემპერატურის მხრივ და გამონაბოლქვის წნევის მხრივ. გამონაბოლქვის სისტემაში აი ცილინდრიდან ტურბინამდე წნევა იქნება დაახლოებით 3 ბარი, 3.5 ბარი, 2 ბარი, გააჩნია როგორი ვილი. მაქსიმალურ დატვირთვაზე 3 ბარს აღწევს. ზოგ შემთხვევაში მეტისაც. ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა მით უმეტეს CLS-ებზე, 4 და 7-ებზე მოკლედ. აი ეს წინა 3 ბოლტი ქარხულ მანქანაზე მაქვს საუბარი, დანასტროებულზე რა, დანასტროებულ შემთხვევაში უფრო მეტია აქ წნევა. შეიძლება მქონია შემთხვევა, რომ გაწყვეტილია ქარხულ მანქანაზევე. მე ამ პრაგრატკას წვავს, ატყუებს ლამბდას. ანუ ლამბდაზონდი ხედავს, რომ საწვავის ნაკლებობა აქვს და საწვავს ამატებს, სვეჩებს აფუჭებს, ინჟექტორებს აფუჭებს. შე შემთხვევაში პერებოი იცის. ესეთი პრობლემური სისტემა, ну ზოგადად პრობლემურია, როცა ლამბდაზონდამდე წვის კამერი და ლამბდაზონდამდე როცა ჰაერი იკარგება, ეგ უკვე პრობლემაა. მაგრამ ამაზე ქარხულზე მინახავს ამ ძრავებზე ჩაწყვეტილი ბოლტები. ახლა რაღაც ფაიფი დავაყენოთ. აქეთაც დიდად სილამაზით არ გამოირჩევა ეს ფაიფი. შეშტი უნდა დავაყენოთ. ეგრეთ წოდებული ზაშიტნიკი. ეს ტემპერატურები არ გადავიდეს ძარაზე. ეს ძირითადად იმისთვის არის პადმატორნები დაიცვას და ისედაც დიდხანს აძლევს ამის პადმატორნები. არა ორიგინალებზე მაქვს საუბარი. ორიგინალები ასე თუ ისე მუშაობს. ეს რო არ დავაყენოთ პადმატორნებს მალე შეექმნება პრობლემა.
იმდენი წვრილი ბოლტი აქვს აი ამ ადგილას. არ შეიძლება. მოკლედ აი ამ მდგომარეობაში მოვიდით ბაბინები დავაყენეთ, სვეჩები დაყენებულია, ტურბოები დაყენებულია, ინჟექტორები დაყენებულია, ვაკუუმ ნასოსი, ფერჩის კრანი, მაღალი წნევის ნასოსები, საქშენი. ძირითადი საქმე გაკეთებულია. ახლა გასაკეთებელი გვაქვს დასაყენებელია ცივი კოლექტორი, პომპა აყენია, მე პროდუქტს დავაყენებ, დინამოა დასაყენებელი. ეს არის ჩვენი შემშვები კოლექტორი, რომელზეც ასევე აყენია ინტერკულერი, ტურბოდან წამოსულ ჰაერს აგრილებს და თვითონ ამ ინტერკულერს აგრილებს წინ ფრონტალური რადიატორი წყლის. ცალკე უყენია. შევუყენთ ახლა ეს კოლექტორი და დაუჭიროთ. ესე გამოიყურება პატივცემული ინტერკულერი. პატარა ტრიშუტკით საკმარისია რომ გამაგდება. ოჩ, ხეთი აღარ მოვა. ამის შემდეგ უნდა დავაყენოთ რეიკების დამაკავშირებელი ტრუბკები, ან მილები. აქედან შემოდის საწვავი, გადმოდის მაღალი წნევის ნასოსებში. ერთმანეთში დაკავშირებულია კიდევ ერთი მილით. ეს რეიკები, რომ საწვავის რაოდენობა და წნევა თანაბარი იყოს სისტემაში. ავაწყეთ მოკლედ ძრავი, ჩავდგით. და ახლა პირველი სტარტის დროა. დაგოკე? ამოუშვა ბოლი. დააჭრე. დაგოკე? სანამ ეს გამოშვება. უბრალოდ ზეთ ჩავასხით, დავკოქეთ. წლის პომპა შევაცვლით ტურბინის გაზრდილების და აქედან გამომდინარე განაჩენი სისტემა აღარ ავაწყებ, იმიტომ რომ მე ბევრ რაღაცას გასვლა უწევს რა და ისევ ხელახლა წყლის გამოშვება, ხელახლა ჩასხმა და ასე შემდეგ რო აღარ ვიწვალოთ. ცივია ძრავი, არანაირი პრობლემა არ არის, ერთი წუთი და წუთნახევარი ამ ძრავის მუშაობა წყლის გარეშე.